ჟურნალისტური მოვალეობის დროს როცა დავდიოდი აქ ლანჩხუთში. აქ ხშირად იფიცებოდნენ მუშები, საჭმელს არ აჭმევდნენ რა. დღეში აძლევდნენ ხან 10 ლარს, ხან 15 ლარს და კვება იყო კიდევ ამ მუშებზე. და კვება დღეში 20 ლარი მაინც ჭირდებოდა და ამ მუშებს და სულ იყო გამოსვლები მოკლედ რა. საპროტესტო აქციები და საპროტესტო ჟურნალისტსაც წავიდოდა თორა საპროტესტო აქციის დროს და ერთხელ ჩამიკეტენ კარები და არ შემიშვენ რა ამ ორგანიზაციაში ახლა ვენლიანგის შეგირდებმა. და იქვე მინდორი იყო, ბალახი იყო და ცოტა შემეშინდა რა და მუშამ გამოვიდა და დაჯექი ძამიაო, მაგრამ არც ხლიკვია და არც გველი, კაი ხანია უყეო. აფერი არ შეგაწუხებს. ანუ ყველაფერი შეჭამენ და მგონი ამ კაცს ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეობას ეკუთვნის, იმიტომ რომ ანუ გასაღები უნდა გადაწყდეს. ბოლო 10 წლის განმავლობაში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა გველის, მორიელის დაკბენის ლანჩხუთში, არაფერი აბსოლუტურად და ანუ ლანჩხუთის მთავარი ზღარბია ეს კაცი. ლანჩხუთის მთავარი ზღარბია, მაგრამ იქ მუშები ჩვენთან საუბარში ამბობდნენ რომ ჩვენ იმიტომ არ გვიმატებენო ფულსო რომ იგენთან არიან შეკრულიო და აი იგენი ვინა არ ვიცი ვერ გავიგე ხო და ეთყობა აი სიგელში თლათ ხლიკვებით არ შემოიფარგლება რაღაცა სხვაც არის